ძალიან ცუდი რამე მოხდა. შუა ლაპარაკში გაითიშა ვიდეო მოკლედ და გაწყდა. ამიტომ მეორე ნაწილად დავდებ აუცილებლად ამას. და იცოდეთ მეგობრებო, იმ ვიდეოს გაგრძელება დავაწერ კიდეც. რა უნდა შეცვალოთ თქვენში, რომ პირადი ურთიერთობები უკეთესად წარიმართოს თქვენში. კიდევ რა უნდა შეცვალოთ და აქ მიჩვენეს რას მეგობრებო. აი თუ მოკლედ ვისაც გქონდათ ან გაქვთ ესეთი ურთიერთობები, რომ თქვენ ამ ურთიერთობაში ხართ ძალიან გულწრფელი, ძალიან სიყვარულით სავსე, აი იმაშვებით გამოხატავთ ამ ემოციებს ამ ადამიანის მიმართ, არ იკავებთ თავს, მზრუნველი ხართ, რაღაცნაირი დედობრივად უდგებით თითქოს ამ ადამიანს და ძალიან ყურადღებიანი მზრუნველი, აი რაღაცნაირად უვლით თითქოს ამ პიროვნებას და ამ დროს სად არის სამართალი? ეს პიროვნება არის რკინასავით პიროვნება, არანაირი უემოციო, ჩვეულებრივი, გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი, რომელიც არ გაძლევთ ან ვერ გაძლევთ იგივეს, რასაც თქვენ გასცემთ იმ ადამიანის მიმართ და აქ ტარო გვირჩევს რას? ანუ რა უნდა შეცვალოთ თქვენში, მეგობრებო? ვინც ასე ხართ, აუცილებლად ისწავლეთ დაბალანსება ურთიერთობაში, მეგობრებო. თუ ხედავთ, რომ მამაკაცი ან თუნდაც ქალბატონი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მამაკაცი ამ შემთხვევაში არაფერს არ გამოხატავს თქვენს მიმართ, არ არის ყურადღებიანი, არ არის ემოციურად, არ გამოხატავს გრძნობებს, არ გექცევათ საყვარელი ქალივით, არ იმჩნევს ამ ყველაფერს. უბრალოდ არ უნდა, ხო? თორე ვისაც უნდა ამ ყველაფერს ახლა არიან ადამიანები მართალია, ნამდვილად არსებობენ ისეთი მამაკაცებიც, რომლებიც, ქალბატონებიც, მაგრამ უმეტესად მამაკაცებს ახასიათებთ ესეთი რამე, რომ აი უჭირთ გრძნობების გამოხატვა, ხო? ეს სხვა საკითხია კიდევ. მაგრამ როცა იცის, რომ უჭირს გრძნობების გამოხატვა, ამ ყველაფერს მაშინ საქციელებით აკეთებს, ხო? მაგრამ როდესაც არც აქციელია, არც ემოციის გამოხატვა და არაფერს არ გაძლევს ეს ადამიანი იმისოთ, რომ თქვენ აი ამდენი ემოცია და სიყვარული აჩუქოთ, ამ დროს უნდა იფიქროთ, რომ სად არის სამართალი და სამართლიანად მოექცეთ საკუთარ თავს, მეგობრებო. დააბალანსოთ თქვენი თავი და ზუსტად იგივე აჩვენოთ მას, რასაც ის გაჩვენებთ. აი, იგივე აირეკლოთ სარკესავით, იგივენაირად თქვენ კი არ შეიცვალოთ და იგივენაირი კი არ გახდეთ, მაგრამ მასთან უნდა იყოთ ისეთი, როგორც არის ის თქვენთან, მეგობრებო და მარტო მასთან კი არა, ყველასთან. ანუ ეს არის სამყაროში ბალანსის დარღვევა, როდესაც შენ გასცემ ძალიან ბევრს და არ იღებ მეორე ადამიანისგან იგივეს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობა არის. ყველანაირ ურთიერთობაში ასეა. ყოველთვის დაიჩაგრება ის ადამიანი, ვინც მეც გასცემს და მეორე არ აძლევს მეოთხეცაც კი. ამ შემთხვევაში არის ზუსტად ესე, მეგობრებო. ეს ადამიანი არის ძალიან ცივი, ვერ ვიტყვი, რომ ისეთი ძალიან გამოცდილი, ჭკვიანი პიროვნებაა საკმაოდ, მაგრამ სრულიად უემოციო. გაყინული აქვს რაღაცნაირად ემოციები და სრულიად ქაოსი აქვს თავში, გაურკვევლობა. ანუ ეს არის რაღაცა გულის და გონების ჭიდილი და ეს ადამიანი ანუ აქედან ამ მდგომარეობიდან ოდესმე თუ გამოვიდა, ანუ პირდაპირ ესე ვთხარით, ამ მდგომარეობიდან ოდესმე რომ გამოვხვალ, მაშინ მომაკითხე თუ კიდე თავისუფალი ვიქნებიო. აი, ზუსტად აი რაღაცა ახლა ეს მომივიდა, რომ აი ეს სიტყვა უნდა უთხრათ და წამოხვიდეთ ამ ადამიანისკენ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგიებში ხართ და თუ ეხლა ხართ ვინმე, ან თუ ოდესმე იქნებით ასეთ სიტუაციაში, არასდროს არ გააგრძელოთ. ერთხელაც რომ შეხედავთ და მიხვდებით, რომ თქვენ უფრო მეც გასცემთ, ვიდრე ეს ადამიანი, იქ დაასრულეთ ყველაფერი, მეგობრებო, და ეს დასრულება, მე კი არ გეუბნებით, რომ უეჭველი ასე უნდა გააკეთოთ, მაგრამ უყურეთ, როდესაც ესეთი სიტუაციაა, თქვენ საკუთარ თავს ამ დროს სამართლიანად არ ექცევით. იჩაგრებით,
ვერ გრძნობთ თავს საყვარელ ადამიანად ურთიერთობაში და როდესაც ადამიანი პირად ურთიერთობებში ამას ვერ გრძნობს, აი ის რანერპირადი ურთიერთობა ხო? აბა ამიხსენით, რა ვიცი, მე ვერ ხვდები შეიძლება. მე ესე მესმის და ტაროც ამას მიიჩვენებს მეგობრებო, რომ მოექეცით საკუთარ თავს სამართლიანად და ნუ დაუყრეთ ღორებს მარგალიტებს, ასე ვთქვათ. და ნუ გასცემთ აი ამ ხელა უსაზღვრო სიყვარულს, ემოციას და საკუთარ თავს ნუ შესთავაზებთ ისეთ ადამიანს, ვისაც საერთოდ სხვა ენერგიები აქვს, სხვა ფიქრები აქვს, სხვა პრიორიტეტები აქვს ცხოვრებაში და შეიძლება უნდა თქვენ დააყოფნა და გეუბნებათ ამას, მაგრამ პრიორიტეტი არ ახართ მის ცხოვრებაში და მისთვის არის სხვა ადამიანი კი არ არის შეიძლება, მაგრამ იყოს თუნდაც ფინანსები, იყოს სხვა რაღაცა სიტუაციები პრიორიტეტი მის ცხოვრებაში და ამიტომაც არის ასეთი გაურკვეველი და აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგიები თქვენ შორის. და ტარო გირჩევთ, რომ აი ეს უნდა შეცვალოთ. თქვენს პირად ურთიერთობებში, თუ ადრე იყავით ასეთ, ან ეხლა ხართ ესეთ ურთიერთობებში, უნდა შეიცვალოს აი ეს ყველაფერი და ასეთ ადამიანთან უნდა დადგეთ აი ესე, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში მოტურად რაღაც. იმიტომ რომ თვითონ არის ასე, თქვენ აღარ უნდა გასცეთ მეტი რესურსები. აი ესე. ყურე, ამ ქალს როგორც აქვს თავის ჩანთაში შენახული რაღაცები, ესე უნდა შეინახოთ თქვენი რესურსები თქვენთვის და არ გასცეთ ასეთი დაუნახავი ადამიანის მიმართ, მეგობრებო და სასწრაფოდ უნდა დაასრულოთ აი ასეთი არასამართლიანი სიტუაცია, რადგან თქვენ ხართ იმპერატრიცა, თქვენ იმსახურებთ, რომ იყოთ თქვენი პარტნიორისთვის მთავარი ქალი. იყოთ მეუღლე, იყოთ თუ მეუღლეობა არ გინდათ, მაინც და მაინც იყოთ ქალი, რომელიც მისთვის არის პრიორიტეტი, მისთვის არის მთავარი მის ცხოვრებაში და არა რაღაცა მეორე ხარისხოვანი და მეათე ხარისხოვანი მის ცხოვრებაში და რაღაცა რო გჭირდება და დაურეკავ და ой დაიცადე ჯერ სხვა საქმე მაქვს, მოვაგვარებ და თუ დრო დამჩა, მერე კი ბატონო. აი ეს თუ დრო დამჩა და სხვაგან ვარ და ეხლა ვერ ვახერხებ და ასე შემდეგ, მეგობრებო, ეს სათქვენო არ არის. ესეთი ადამიანი არ არის სათქვენო და ეს გაქვთ შესაძლებელი ზუსტად. იმიტომ რომ თქვენ ხართ იმპერატრიცები, თქვენ იმსახურებთ, რომ იყოთ საყვარელი ქალი. საყვარელი ადამიანი თქვენი პარტნიორისთვის. და ყველა იმსახურებს ამას ამეთანხმებით, ხო? და ასეთ სიტუაციაში ვინც ხართ, აი ეს შეცვალეთ, მეგობრებო და შეცვალეთ როგორ იცით, რომ იგივე წრეზე კი არ წახვიდეთ სხვა ადამიანთან. არავითარ შემთხვევაში. ანუ ეს უნდა შეცვალოთ თქვენში, შემდეგ ურთიერთობებშიც, რომ თქვენ შეინახოთ თქვენი რესურსები თქვენთვის და არ გასცეთ იმ ადამიანთან, ვინც არ იმსახურებს ამ ყველაფერს. თუ იმსახურებს, კი ბატონო, თუმცა დაელოდეთ, ჯობია რომ მან უფრო მეტი გასცეს და მისგან უფრო მეტი მიიღოთ, ვიდრე თქვენ უფრო მეტი გასცეთ მამაკაცის მიმართ. მე ესე ვფიქრობ და ესეთი ურთიერთობა, სადაც მამაკაცი უფრო მეტს გასცემს, ვიდრე ქალი, ყოველთვის უფრო მყარია. კარგი. მოდი კიდევ ერთხელ ვიკითხოთ და დავასრულებთ მერე. კიდევ რა უნდა შეცვალოთ თქვენს თავში, რომ ურთიერთობა, პირადი ურთიერთობები იყოს უფრო მყარი. რა გაქვთ შესაძლებელი თქვენს თავში? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა უნდა შეცვალოთ თქვენს თავში? ხო. აი აქაც რაღაცა იგივეს ვიტყოდი, მეგობრებო, რაღაც იმდაგვარი სხვადასხვა ენერგიაში მყოფი ადამიანები. აი ვიტყოდი რას იცით, მეგობრებო? თუ ხართ თქვენ, ან ყოფილხართ ისეთ ურთიერთობაში, სადაც თქვენ ხართ ძალიან სტაბილური პიროვნება, გაქვთ თქვენი შემოსავალი, დამოუკიდებელი ქალი ხართ და საკმაოდ თავდაჯერებული, საკმაოდ ისეთი რომ მოგწონთ თქვენი თავი, რომ მოგწონთ ცხოვრება და არ ხართ ისეთი, რომ აი
შიშარა და რაღაცების გარისკვარო გიჭირთ. აი რაღაც ძალიან ისეთი შემდგარი ქალი ხართ და ამ დროს გვერდით ვინ გყავთ? ჩვეულებრივად დამთვარული, შეუმდგარი, შეიძლება მომენტებში ვფიქროთ, რომ ეს ადამიანი საკმაოდ ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ აი სიბრძნისგან შორს არის ძალიან, აი როგორ გითხრათ, იცი? ხან ასე, ხან ისე. ან უფრო სწორი პასუხი იქნება შეუფერებელი წყვილი. ანუ ეს ადამიანი აბსოლუტურად სხვა ენერგიებშია. ეს ადამიანი არის სრულიად დამთვარული, გაურკვეველი პიროვნება. ან კითხვის ნიშანი ადამიანი, ესეთებს ვეძახი ხოლმე, კითხვის ნიშან ადამიანებს, რომლისგანაც ვერ გაიგებს სიმართლეს. აი ფასადის პიროვნება რა, აი რაღაცა იმიჯი რო აქვს თითქოს შექმნილი, შეიძლება მკაცრი იმიჯი ან რაღაცა შეიძლება პროფესიით იყოს ესეთი რაღაცა შსს წარმომადგენელი, რაღაცა ეგეთი იმიჯი მკაცრი პიროვნების, მაგრამ შინაგანად სრულიად აი სიბრძნეს მოკლებული პიროვნება. რაღაცა გადაწყვეტილების ხელში აღება ნაკლებად შეუძლია. იმიტომ რომ ეხლა ყოველ შემთხვევაში ესეთ სიტუაციაშია. თუ ვინმე ხართ ასეთ პიროვნებასთან, მოკლედ ურთიერთობაში ეხლა, არის ძალიან დამთვარული, გაურკვეველ მდგომარეობაში პიროვნება და თქვენ ესეთი დედოფალი რომ ბრძანდებით, აი ესეთი პიროვნება გაგდებთ ძალიან როგორ ვთქვა, უშანსო, სასოწარკვეთილ და ზრდას მოკლებულ ურთიერთობაში და მდგომარეობაში. ანუ ამ ადამიანის შემყურა თქვენ სრული აღარ გიჩნდებათ, რომ აი რაღაცა პიროვნული ზრდის, აი რაღაც ყველაფერი სურვილი გეკარგებათ. ზოგადად ხო ესია, ანუ საუკეთესო ურთიერთობა იქმნება მაშინ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ზრდიან, ხო? აი რაღაც ხელს უწყობენ ერთმანეთს წარმატებაში. ყველაფერში აბსოლუტურად, მაგრამ აი როდესაც გრძნობ, რომ აი ამ ადამიანის გვერდით უფრო მეტად იზრდები, აი ეს არის წინაპირობა იმის, რომ შენ იპოვე შენი პიროვნება. აი ამ შემთხვევაში, ვისაც ესეთი ურთიერთობები გაქვთ და დაბალ ვიბრაციებში არის ეს პიროვნება, ან დაბალი ვიბრაციებიც არა, აი როგორ გითხრათ, სხვადასხვა ენერგიებში და რატო ვიძახი, იცი, სხვადასხვა ენერგიებში თქვენ საკმაოდ ნათელი და საკმაოდ ჩამოყალიბებული პიროვნება ხართ და ეს ადამიანი თავის იმიჯისგან განსხვავებით შინაგანად საკმაოდ ჩამოუყალიბებელი, გაურკვეველი პიროვნება. აი ვერ გაიგებ რა უნდა და ეს გაგდებს თქვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. და ტაროს რჩევა არის რა, რომ ჩართოთ უფრო მეტი გონება, მეტად გაიაზროთ თქვენი მდგომარეობა და ესეთ ურთიერთობებში თუ ეხლა ხართ, არასდროს აღარ შეხვიდეთ მეორეც. აი აუცილებელია ამ შემთხვევაში